ყველა ძლიერი ინსტიტუციის უკან ისტორია დგას. 3 წლის წინ საქართველოში დაიწყო კონკურენციის პოლიტიკის ინსტიტუციური განვითარების გზა. გზა, რომელმაც ეტაპობრივად შექმნა თანამედროვე სისტემა თავისუფალი კონკურენციის, სამართლიანი ბიზნეს გარემოსა და მომხმარებლის უფლებების დასაცავად. 1996 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახური. შეიქმნა მონოპოლისტთა პირველი რეესტრი. 2005 წელს ინსტიტუციური განვითარება შეჩერდა. 2014 წელს კი ახალი ეტაპი დაიწყო. დაარსდა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ინსტიტუტი, რომელმაც კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა დაიწყო. სააგენტო საერთაშორისო პროფესიული ქსელების ნაწილი გახდა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება განაგრძო. მომდევნო წლებში უწყებამ განიხილა არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის საქმე. გამოავლინა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები, შეისწავლა საწვავის FMCG-ს, ფარმაცევტული ონლაინ კომერციის და სხვა სტრატეგიული სექტორები. საფუძველი ჩაუყარა ბაზრების სისტემურ მონიტორინგს. მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ათასობით მომხმარებლისა და ასობით ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაზე. 2021 წლიდან აუქმედდა ანტიდემპინგური კანონმდებლობის პრაქტიკული აღსრულება, ხოლო 2022 წლიდან სააგენტოს მანდატს მომხმარებელთა უფლებების დაცვაც დაემატა. კონკურენციის კანონმდებლობა ეტაპობრივად ჰარმონიზდა საერთაშორისო სტანდარტებთან, ხოლო მის აღსრულებას დარგობრივი მარეგულირებელი უწყებები ერთობლივად უზრუნველყოფენ. 2024 წელს სააგენტო ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია. საქართველოს მთავრობის ინიციატივით უწყებამ დანერგა საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. სააგენტოს საქმიანობამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და არაერთი წამყვანი ორგანიზაციის ჯილდო დაიმსახურა. თბილისი იქცა საერთაშორისო დიალოგის ცენტრად, სადაც 5 მარეგულირებელი უწყების ერთობლივი ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სფეროში მოქმედი უწყებების წარმომადგენლებს აერთიანებს. 2025 წელს სააგენტო მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი გახდა. 30 წელი ინსტიტუციური განვითარების, ძლიერი აღსრულებისა და საერთაშორისო აღიარების გზაზე. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.